საქმე საღამოს ტრადიციულად ვაგზელებთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით. უნდა დავიწყოთ პრინციპში პარასკევს განვლილი კვირის შეჯამებით, რომელიც ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა გლობალური საფონდო ბირჟებისათვის. ლამის ყველა ძირითადი ინდექსის შეფასება გაიზარდა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ფლაგმანური ინდექსი, როგორც ხედავთ, უკვე მიუახლოვდა რეკორდულ ზონას და თუ მომავალ კვირას სტაბილური ვითარება იქნება გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად, სავარაუდოდ უკვე რეკორდულ შედეგებსაც ვიხილავთ. ამ ეტაპისთვის S&P 500 არის გაზრდილი 0.13%-ით, Dow Jones-თან გვაქვს პლუს 0.10%, Nasdaq-თან პლუს 0.9%. დიდად გამორჩეული შედეგი არ არის, მაგრამ დინამიკა მაინც საკმაოდ პოზიტიურია. კომპანიების მიხედვით ვითარება ასეთია, ისევ და ისევ გრძელდება მეტას აღმასვლამ, გუშინ პლუს 4% აჩვენა, დღეს კიდევ დამატებით 1.20%-იან მატებავს ხედავთ. ასევე Broadcom-იც გაზრდილია, დაახლოებით 1.5%, TSMC-საც დადებითი შედეგი აქვს, ასევე მომატებული არის Google-ის კაპიტალიზაცია 0.76%. დიდად გამორჩეული ტენდენცია ამ ეტაპზე ამ მიმართულებით აქ ნამდვილად არ იკვეთება. აქ უნდა ვისაუბროთ ევროპასა და აზიაზეც. ევროპის შემთხვევაშიც დადებითი განწყობა იყო მთელი კვირის განმავლობაში. ძირითადი ინდექსი გაიზარდა დაახლოებით 1%-ით და ამჟამად მატება პლუს 0.06%-ია. შანხაის ინდექსსაც აქვს დადებითი დინამიკა პლუს 0.79%. იაპონური ნიკეის შემთხვევაში კი კლება გვაქვს 1%-ის ფარგლებში. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მომავალი კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური საფონდო ბირჟისათვის, რადგანაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემი უნდა გასაჯაროვდეს ამერიკაში და ამის შემდეგ უკვე ფედერალურმა რეზერვმა უნდა მიიღოს წლის ბოლო გადაწყვეტილება ფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ფედი განაკვეთში ამცირებს 25 საბაზისო პუნქტით, თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს იმისი შანსი, რომ განაკვეთი არ შეამციროს, ეს ბაზარზე ძალიან ნეგატიურად აისახება, ან არსებობს იმის შანსიც, რომ 50 საბაზისო პუნქტით შეამციროს განაკვეთი, რაც რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიურად აისახება ინვესტორების განწყობაზე, თუმცა რას გადაწყვეტს ამ ეტაპზე ფედი, ეს რა თქმა უნდა წინასწარ ყოველთვის უცნობია, უნდა დაველოდოთ მის საბოლოო განცხადებას, ამიტომაც მთელი კვირა მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა ვიქნეთ სწორედ აი ამ მოვლენის მოლოდინში. მანამდე თვალი გადავალოთ ენერგეტიკულ ბირჟას, სადაც მატება გვაქვს საშუალოდ 0.5%-იანი, ბრენდის ფასი არის $63.5, WTI უახლოვდება $60. მთელი კვირის განმავლობაში კლება ქონდა ბუნებრივი არის ის 5.5%-ით გაიაფთა და მეგავატის საათ ენერგიის ფასი შეადგენს 27 ევროს, როგორც დავახედავთ. აი, ოქროსაც შეეხება, მას მინიმალური ცვლილება ჰქონდა 0.32%-ის ფარგლებში და ამჟამად უნცია მეტალის ფასი შეადგენს $4,211. ერთწლიან პერიოდში ოქრო არის გაძვირებული ლამის 60%-ით, ხოლო ვერცხლი წლის დასაწყისიდან დღემდე არის გაძვირებული არც მეტი, არც ნაკლები 101%-ით. ვერცხლმა წელს აჯობა ოქროსაც, ბიტკოინსაც, S&P 500-საც, Nasdaq-საც და ლამის ყველა კომპანიასაც, მოკლედ იმ ინვესტორებმა, რომლებმაც წლის დასაწყისში ან 2 წლით ადრე ვერცხლი ან ოქრო შეიძინეს, ამ პერიოდში ძალიან დიდი ხეერი მიიღეს. აქვე კრიპტოზეც უნდა ვისაუბროთ. კვირა ძალიან ვოლატილური იყო, ჯერ იყო მკვეთრი ვარდნა ვიხილეთ, აი როგორც ხედავთ, ზუსტად ასე გამოიყურებოდა ბოლო 7 დღე იყო სტაბილურობა, შემდეგ იყო მკვეთრი ვარდნა, ამის შემდეგ რაღაცნაირად დასტაბილურდა ბაზარი, $93,000 ნიშნულამდე წავიდა ბიტკოინი, ახლა კი ისევ დაუბრუნდით კლების ტენდენციას -5% გვაქვს ძირითად აქტივებთან მიმართებით, ბიტკოინის ფასი არის 88,300, ხოლო ეთერიუმი $3,000 ვაჭრება, მოკლედ სტაბილურობა ბოლო 3-4 თვე უკვე ამ ბაზარზე აღარ არის. კაპიტალიზაცია $368 მილიარდი გვაქვს ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1,780 მილიარდი, მორიგი კვირა, რომელიც სრულდება კრიპტო ბაზრისათვის ფაქტობრივად უშედეგოდ. აქ უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზეც, ეს არის საქართველოს ბანკი, რომელსაც მცირედი კორექცია აქვს -0.53%, თუმცა ეს კვირა საქართველოს ბანკისთვის იყო ფენომენალური, როგორც ხედავთ, ლამის ვერტიკალურად გაიზარდა კომპანიის შეფასება და მან მიაღწია ახალ რეკორდულ ნიშნულს. წლის დასაწყისიდან დღემდე კი საქართველოს ბანკის აქციების შეფასება არის ფაქტობრივად გაორმაგებული. TBC-სთან ასევე კლება გვაქვს -0.62%-ის ფარგლებში და ერთწლიან პერიოდში TBC-ზე იგივეს ნამდვილად ვერ ვთქვით, რასაც საქართველოს ბანკზე, რადგანაც ბოლო
რამდენიმე თვეა, დაახლოებით 4 თვეა TBC-ს აქვს დაღმასვლის ტენდენცია, რომელიც როგორც ხედავთ ამ კვირასაც გაგრძელდა. აქვე ეროვნულ ვალუტაზეც ვისაუბროთ, რომელიც გამყარდა კიდევ უფრო მეტად დოლართან მიმართებით და კურსმა შეადგინა ზუსტად 2.70 ევროსთან კურსია 3.14, ხოლო სტერლინგის კურსია 3.60. და ბოლოს აქვე უნდა ვისაუბროთ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლეურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%, ხოლო ანგარიშზე 50000 ლარზე მეტის მქონე შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%-ს არის. წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურად, ხოლო Foresight ინვესტორ გრუპი არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.